საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას და მე დღეს შემოგთავაზებთ გაშლას, რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას. მოდი ვნახოთ, რაზე ღელავს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, რა არ ასვენებს. მანამდე კი ყველას დიდ მადლობას გიხდით აქტიურობისთვის, თქვენი კომენტარებისთვის. იცით რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის და ვისაც არ გაქვთ არხი გამოწერილი, გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ შემდეგი ახალი ვიდეოები. თუ ძველ გაშლებს უყურებთ, სწორედ მაშინ არის აქტიური ვიდეო, როდესაც თქვენ მას ნახავთ. აბა ვნახოთ. გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად და ვნახოთ, რა ფიქრი არ აძლევს მოსვენებას თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი იქნება ლაბრადორიტი და მეორე იქნება ავანტურინი. ორივე ულამაზესი მინერალია და ხუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ ის ადამიანი, ვისაც უყურებთ გაშლას და რომელ ვარიანტსაც ამოირჩევთ, ის იქნება თქვენი. რომელი ვარიანტიც მიგიზიდავთ უფრო მეტად. ვნახოთ, რა არის ის, რაც მას მოსვენებას უკარგავს. გადავდოთ მეორე ვარიანტი და ვნახოთ ლაბრადორიტი. ვინც აირჩიეთ, მოგესალმებით პირველებო. არ აძლევს მოსვენებას, სწორედაც თქვენზე ფიქრები, ის რომ ალბათ გაგიშვათ თავისი ცხოვრებიდან. ყველანაირი ინფორმაცია სურს მოიპოვოს ამ ადამიანს თქვენზე. არ აძლევს მოსვენებას, იმაზე ფიქრი, რომ ვეღარ გეწევათ, ვერ შეძლო თქვენი შეჩერება და ფიქრობს ეს ადამიანი, რომ მას საკმაოდ დიდი მანძილით დაცილდით. კიდევ ვნახოთ, რა ფიქრი უკარგავს მოსვენებას ამ ადამიანს თქვენს შესახებ. სწორედ აიმ ჩხუბი იყო, ნგრევა იყო ურთიერთობაში, უეცარი ჩამოშლა ურთიერთობის და სწორედ აი ამ კადრების ტრიალი მუდმივად თავის თავში არ აძლევს მოსვენებას ამ ადამიანს. მას კოშმარივით აქვს აი ეს ყველაფერი. ზოგიერთ შემთხვევაში ყველას არ ეხება, მეგობრებო, იცით რომ ეს საჯარო გაშლა და ყველასთვის არ არის ეს ინფორმაცია, მაგრამ ფიქრობს ეს ადამიანი, რომ შეიძლება არის ვინმე მამაკაცი თქვენს ცხოვრებაში, რომელიც განებივრებთ, საჩუქრებით იქნება თუ ემოციით იქნება და აი ეს ფიქრი არ აძლევს მოსვენებას. ეს ფიქრი ეჭვიანობის გამოვლინება მისი მხრიდან. ვნახოთ, რა ფიქრი არ აძლევს თქვენზე კიდევ მოსვენებას.
მეგობრებო, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენზე არის ძალიან მოჯაჭვული ფიქრებით, ემოციებით, როგორც გითხარით, აი იმ კადრებს თავის გონებაში კარგსაც და ცუდსაც ატრიალებს და ფიქრობს, რომ თქვენ უფრო ძლიერი აღმოჩნდით და აი ამ ცდუნებას, თავის თავს და ამ ურთიერთობას ცდუნებას უწოდებს ეს ადამიანი და ფიქრობს, რომ აი თქვენ თავი დააღწიეთ, თქვენ უფრო ძლიერი ხართ. ფიქრობს, რომ თქვენ ნაკლებად ღელავთ აი ამ ყველაფერზე, ვიდრე თვითონ. და თუ ზოგიერთებს ახლა სტაბილური ოჯახი გაქვთ და მეუღლე გყავთ, ეს ადამიანი ძალიან ეჭვიანობს. თუ არ გყავთ პარტნიორი, მაინც ეჭვიანობს არარსებულ მამაკაცზე ეს ადამიანი. ეს იყო პირველი ვარიანტი. პირველებო, მე თქვენ დაგელოდებით კომენტარებში, დაგემშვიდობებით, მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ვინც ავირჩიეთ ავანტურინი. რა ფიქრი არ აძლევს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს მოსვენებას, რა ფიქრი უკარგავს მოსვენებას. აქაც როგორც ვხედავ, მეგობრებო, შეიძლება შორს ხართ, შეიძლება არც ხართ დაცილებული, მაგრამ თქვენ შორის მანძილია. ფიქრობს, რომ თქვენ გადართული ხართ თქვენს სტაბილურ საქმიანობაზე, კომფორტზე, ოჯახზე. ფიქრობს, რომ თქვენ ძალიან წარმატებული ქალბატონი ხართ, მოკაშკაშე, შემდგარი, ცნობილი, ცნობადი, გამორჩეული და ფიქრობს, რომ თქვენი ოცნებების ასრულებით ხართ დაკავებული. ამ ადამიანს აი სიშორე არ აძლევს მოსვენებას და მოსვენებას უკარგავს. თქვენ შორის არსებული სიცივე ან მანძილი, რომელიც არსებობს რეალურად თქვენ შორის. თუ ერთად ხართ, მეგობრებო, მაშინ ამ ადამიანს მოსვენებას უკარგავს თქვენი პოპულარულობა, თქვენი ცნობადობა, ერთგვარად თქვენ უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი ხართ მისთვის და ფიქრობს გარკვეულ მომენტებში, რომ ვერ შემოგწდებათ, იმიტომ რომ თქვენ რაღაც კვარცხლბეკზე ხართ შემომდგარი თითქოს და აღმატებულ ხარისხში გხედავთ ეს ადამიანი. რა ფიქრი არ აძლევს ამ ადამიანს მოსვენებას თქვენს შესახებ. შეიძლება საზღვარგარეთ ხართ ერთ-ერთი თქვენგანი, ან სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებით და ამ ადამიანს არ აძლევს მოსვენებას ის ფიქრი, რომ დიდი მანძილია თქვენ შორის კვლავ და დრო ჭირდება აი ამ მანძილის შემცირებას თქვენ შორის. ფიქრობს, ჰორიზონტს გადმოჰყურებს, მუდმივად აი ფიქრის მომენტშია, როგორ შეამციროს თქვენ შორის აი ეს სიშორე და აი ეს ყველაფერი მას ძალიან სტანჯავს. და შეიძლება გაქვთ ინტერნეტით კომუნიკაცია, მიწერ-მოწერა, მაგრამ ფიზიკურად თუ ერთად არ ხართ, ამ მამაკაცის არ აკმაყოფილებს. კიდევ ერთი არკანით ვნახოთ, რა ფიქრი უკარგავს მოსვენებას თქვენ შესახებ ამ ადამიანს. ნერვიულობს, მეგობრებო, ნერვიულობს აი იმას, რომ ვერ დასრულდა აი ეს ჩიხი თქვენ შორის, აი ეს გამოუვალი სიტუაცია, სადაც ხართ,
ახლა აი ეს ვერ დასრულდა და აი ამას განიცდის ძალიან ეს ადამიანი. ეს გახლავთ მეორე ვარიანტის გაშლა, მეორეებო თქვენც დიდი მოლოდინით, გელოდებით და ვნახოთ ვისზე რეზონირდა ეს გაშლა მომწერეთ, მეკითროებით, დაგემშვიდობებით. პირად კონსულტაციაზე შეგიძლიათ WhatsApp-ზე მითითებულ ნომერზე დამიკავშირდეთ. უბრალოდ სექტემბრის თვეში უკვე აღარ არის ადგილი, გაითვალისწინეთ, რომ მოგიწევთ ოქტომბრის თვეში დაჯავშნოთ თქვენი გაშლისთვის კონსულტაცია. მე დროებით დაგემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.